მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ისევ DLC-ის ეპიზოდებს და როგორც წინა ვიდეოში იყო, გრიზმანის ყიდვა გრიზმანი უნდა გვეყიდა და ფულროები და აქ ამას წითელი აქვს, ესე საზონოვი გოგლიჩიძე დავაყენოთ ამ მატჩში. აქეთ ლიონელ მესი ვიტინია დავაყენოთ აქ. Ακρόση და ესე იყოს რა ჯერჯერობით. წავიდა. ეხლა დღეს ვაპირებ გრიზმანის ყიდვას უეჭველი და შემდეგ უკვე ვნახოთ თუ ვის ყიდვას გადავწყვეტ. ავიდა ტეო ერნანდესი, ერლინგ ჰალანდი, ვეჭველი ბევრი გოლები მჭირდება ეხა და ლიონელ მესი პირველი გოლი მეშვიდე წუთზე ერლინგ ბრაუტ ჰალანდის საგოლე გადაცემით. დავიდა ლიონელ მესი, აქეთ ბელინგემი კარგად ჩარბის და 2-0 ჯუდ ბელინგემი. იდეალურად მოახერხა მან გოლის გატანა. 15 წუთზე უკვე 2-0. შეგიცარჩ მაგარი. ორი წამით მეგობრებო პაუზა ავიღე, მაგრამ აქ ერლინგ ბრაუტ ჰალანდს მიუვიდა ბურთი. აი აქ საბა საზონოვი იდეალური პასი. ჰალანდი ატის ბარი და ფინალი წავიდა. так ჯობია მოვიცილოთ. კუთხური ექნებათ, მაგრამ გამოტანილია ბურთი. პარაცხელია. თან დარტყმა შეიძლება, მაგრამ უკვე ჩავიდა კარში. სიტი ვალენსია იყო მგონი და რავი ერთ-ერთი სიტი და ვალენსია შორის. იოტონ მე კი შეახსენებთ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწვიოთ არხი. დღე გუშინდელ ვიდეოს გადადით არხზე, გუშინდელი ვიდეოს დალაიქეთ, გამოიწვიეთ არხი და მალე იქნება ვიდეოები. ვაპირებ ახლა ორი თამაშის დამატებას კიდე. მაინკრაფტის ახალი ვორლდის შექმნას და ბრაულ სტარსის. ბრაულ სტარსზე რაღაც აკაუნთი მაგჯერჯერობით და მაგ აკაუნთისთვის გადაღებას დავიწყებ, როგორც ამ DLC-ში იყო. მაგრამ არ არის კარგად აკაჩული ის ბრაულ სტარსის აკაუნთი და ავკაჩავთ და მაინკრაფტს ახალი ვორლდი ვექნება, სადაც ძალიან ბევრი რამე უნდა გავაკეთოთ. და ნახოთ. კროსმა აცილა კარებს დიდი მანძილით არ იყო, მაგრამ საკმაოდ ახლოს არის საშუალო მანძილი.
ლიონელ მესი. სტოუნსი, აქ იდეალური პასი ვიტორ მაშადო პერეირა უტყავდა. მაგრამ აქ ტეომ დაარტყა შემდეგ, მაგრამ არისო კარგი შესრულებული დარტყმა. ლიონელ მესი ჯუდის კარგი პასი არის ყოფილად, მაგრამ ლიონელ მესი მაინც მიიღებს ამბურს, აქ კვარაცხელია ჩააგდო. აი უნდა დამერტყა. შეწდება რატო გადავწვიდე, არ ვიცი, მაგრამ ნახოთ. აქ ვინები არიან? სანდრო ტონალი, ბიუმო ბიუმოს კარგი სირბილი ქონია. აქ რაღაცა არის. აი გავხსნათ მე არ არის და აბდესა კარტ აგვინდა ეს ალა აი ზუსტად 100 ჯემი გვაქვს. ეს ხო ტრანვირებულია 3 მატჩს გამოტოვებს კიდე ტრენდი. და ნუ ეს ხა ამ მატჩის მერე მაგარხოზე მოვა და შევულგებით მერე ჰაკიმით თამაშსაც. და წავიდა ეხლა მატჩი. იდეშონი გამოდი. დავარტყათ, მაგრამ PSG-ს არ აქვს ბოსტილ ყოველთვის ხდება დაწყვეტება, ამიტომ არა შემდეგ მატჩებში დავიწყებ. ნუ აქ ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი მეოთხე წუთზე ელექტრები აწინაურებს გუნდს და მივხედოთ ეხლა უკვე სუებს. აი აქ ნუ შეიძლება წითელს ვერ ავწდეთ, მაგრამ არა უშავს. რადგან ხა არ გააჩერა ესე იგი ყვითელი იქნება. აი გარი დაძაბული თამაშია. საბა გოგლიჩიძე იდეალური გადატანა. მესიმ თავით რაღაც მოიგო თავზოლა. არ მოველოდი დიდად. არა შენი სტონსიც გამეტრამვაჩი. სტონსი გაიტრამვა ჩემია. რამდენი რამე გააკეთა ამ ბოლო ერთ წუთში სტონსს არ ვიცი. ყვითელი ბარათი მიიღო, ასისტი გააკეთა და ტრამა მიიღო, არ ვიცი რა ჩემი ვეღარ ტრამვიანობის სეზონი მაგე რა ეხა დაწყებული უკვე რა. იმიტომ კვარაცხელია ძალიან დიდხნიანი ტრავმა ჰქონდა, დიდი ხანი ვერ ითამაშა. კვარამ ძალიან დანაკლისი ჰქონდა მე გუნდში. იმას რომ ის არის არ უნჩერეთ იმას რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები ყავს მაგალითად მაგ პოზიციაზე ოლისე შეუძლია თამაში დემბელე დუე და ასე შემდეგ, მაგრამ კვარაცხელია ნუ მაინც კვარაცხელიზე რო ხარ მიჩოული და ბომბარდირი რო თამაშობს იმაზე უფრო ისაა რა შენი მაგარ ცუდ ხასიათზე ვარ, იმიტომ რომ ანუ გუშინ დინამო გამანადგურებელი ანგარიში დამარცხდა 7-2 ორი მატჩი ჯამში 7-5 დამარცხდა, მაგრამ ნუ ესეთი ცუდი თამაში, ესეთი უჯიგროდ თამაში მე არ მინახავს. ეს ამაზე ცუდი თამაში ბარსელონას არ ქონია.
წინა სეზონში 2025 წლების სეზონში რო იყო ნახევარფინალი რო იყო ინტერი ბარსელონა რო იყო მაგ დროს არ ქონია მას ესეთი ბარსოს ეგეთი სულ თამაში არ ქონია დინამოსო ქონდა ეხა რა ნუ მეტოქეში და ეხა იმათ ბარსას ინტერი ყავდა მაგრამ ბარსა იყო და უნდა ანუ კარგად უნდა ითამაშა მაგრამ აქ ხო ანუ მესმის ტრამვები იყო მე იქ ანუ იძულებით იცვლება რომ მოუწია მაგრამ ამ სუელები კიდე ვინც თამაშობდნენ არავის არ იყვანდნენ წესიურად ლორიამ რამდენი ბურთიც აიღო მე იქით არავის არ ფარავდნენ რომ და ყველა თავისთვის იდგა იქ სადაც მოეპრიანებოდათ ანუ ერთი სიტყვით და აგის გამო ეხა ვავის 7 გოლი გაიტანეს არავის არ ფარავდა შორიდან არ წვევინებდნენ და რა ვიცი მათე WhatsApp-ზე შემოვიდა უკვე გოლი გაიტანა მათემ მაგრამ ყველას გვეგონა რომ ამოვისუნთქეთ რაღაცა მაგრამ აი ესეთი ცუდ და ესეთი ამოსუნთქვისეც არ იყოს რა მაგრამ ძალიან კარგი გოლი ყვარასხელიათი იდეალური ჯარიმა იყო ეს გამახსენდა ფიორენტინასთან ფიორენტინასთან უფრო კუთხე იყო და შტანგას არ მოხვედრია პირდაპირ ცხრიანში იყო ჩადებული და რას ვამბობდი რა ესეთი უჯიგროთ თამაში არ მოველოდი არც ერთ ფეხბურთელისგან მაგრამ აი ტკალი არ შემოიყვანა კეცბაიამ აი არ ვიცი რა ტკალიამ ვაფშე ვერაფერი ვერ გააკეთა ყვარასხელი ამის რაღაც მაინც ამწოვებდა და ბურთი ამოქონდა და სველებს არ ამოქონდათ და ყვარასხელიას ამოქონდა ბურთი რა ხო და ანუ ესეთი ცუდი შეცდომა დაუხვა რა ქვია მაგას რა კეცბაიამ ჩემი სხვები იყვნენ უფრო გასაყვანი მაგრამ ტეიში რა იგივე გუნდში რომელიც თამაშობდა ძალიან კარგად ითამაშა ტეიში აი მაგათმა ტეიშერამ რა ჩვენმას ანუ რაღაცნაირად ითამაშა მე ყვითლები აიკიდეს და რატო აიკიდეს ეს ყვითლები ვაფშე არ ვიცი მე გზაზე არ ვიყავი მაგრამ აი პროსტა ჩულებრივად არ ტყავდა ფეხში არ ტყავდნენ და აროჩი და ხელს არ ტყავდნენ სახეში და ის იყო რა და მე ყვითლები აიკიდე ბამაც ყვითელი აიკიდა WhatsApp-ზე მისეს ყვითელი ბარათი ოპა ლევანდოვსკის მინდა ყიდვა ლევანდოვსკის მაგრამ ვიყიდა თუ არ ვიყიდა ფული მაინც არ მაქვს შენ არ გრიზმანი უნდა ვიყიდო ან ლევანდოვსკი მაგრამ ლევანდოვსკის შევინახავ გრიზმანზე დამჩა რამდენი ხანი 1 დღე და 8 საათი ამაზე 1 დღე და 23 საათი და 49 წუთი აი ვამან ვავიცი ძმა რა ისეთი ცუდი ღბალი მე არ მინახავს არსად რა ნაირი ღბალი აი ავიდა მაშინ ხა უცებ ვიყიდოთ ლევანდოვსკი ვიყიდოთ თუ გრიზმანი მოჯობია ჯერ ლევანდოვსკის ვიყიდი და მე ვიყიდი გრიზმანს იმიტომ რომ ლევანდოვსკი მაგრამ ორი ვიყიდავი და მაგრამ ეხა იდე ვიღაცა გამოჩნდება რომის ყიდათ მინდა რომელიც უკვე კარიერას ამთავრებს კარიერას ნეიმარი თუ გამოჩნდა კარში 7 დღიან იმას ავიღებ რა არ მაინტერესებს ყველა ვარიანტში უნდა ავიღო 7 დღიანი რა ნეიმარი არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი რა ნეიმარი არ გამოჩენილა ვაფშე აქ რა რამდენი ხანია რა
სხვა აკაუნტში მყავს ისე ნეიმარი, მაგრამ ამ აკაუნტში ვაპირებ ხა ნეიმარის ყიდვას რა. და ალბათ კვარაცხელის ვერ არ შეცვლის. მე არ შევცვლი. მაგრამ ნუ ნახევარდაცვაში ბელინგემის ადგილას დაყენდება იდეალურად. ნუ კემზე ნეიმარ ჟუნიორი თუ ამოვარდა. რაფინია ეხა აუ შენ რა გავაკეთე. ეხა ეს სეზონი იწყება. არა, გრაუნდა ხათი ხა სეზონი იწყება კიდევ კვარაცხელია მოიგებს თუ არა ზედიზედ მეორე და მესამე ჩემპიონთა ლიგას პერისთან ერთად ნახოთ და მოვლენებს წინ არ გავასწორთ, მაგრამ ბარსელონა ძალიან დიდ კონკურენციას გაუწევს ყველა გუნდს აბსოლუტურად, იმიტომ რომ ისეთი ტრანსფერები გააკეთა ბარსელონამ, კარიმ ადეემი იყიდა, ადეემა კიდე ანტონი გორდონი იყიდეს, გორდონზე კიდე დაამატეს, ანუ ალვარესი იყიდეს და რა ვიცი ხა ლაპორტზე კიდე რაღაცებიო და ლაპორტიც თუ დაიმატეს ვაფშე კუბარსი ლაპორტის დუო ყველა ნახა მსოფლიო ჩემპიონატზე და ნუ აქ უკვე გავალი კედელი იქნება იმაში რა ქვია ნუ კედლე ჩაბეტონებული დაცვა იყოლება ესეთ მაგარი კაი დაცვა არავის არ გაატარებენ თავი თუ ესპანელი მეკარე ყავთ ხუან გარსია რომელიც ძალიან კარგი კედელი მეკარეა და რა ვიცი რა აუ ბიჭო შანსები ძალიან დიდი აქვს ნუ PSG-საც აქვს და ბარსელონასაც რეალ მადრიდსაც აქვს იმიტომ რომ ძალიან კარგი ტრანსფერები გააკეთა თუ გავთვალეთ კონატე დაიმატა დიომანდე კუკურელია რა ვიცი საუკეთესო მარცხენა მცველი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში რა ვიცი თქმის ისტორიაში არა მაგრამ ნუ ეს საუკეთესო მარცხენა მცველი იყო რა მენდიშმა ანუ ვერც მაგრამ იმასაც თუ ვიტყვით რომ გაუმართლა ამ ფინალებში და ამ საპლეიოფში ყველაზე ძალიან ესპანეთს და ამ ჩემპიონატში ყველაზე ძალიან ესპანეთს გაუმართლა რა იმიტომ რომ ყველა მატჩი ქონდა თითქმის იმის ფუფუნება რომ ანუ ვიღაცამ ტრავმა მიიღო რა ყველა იმაში ქონდათ რა მაგის ფუფუნება და არგენტინასთან ხო ლიჩა მარტინესმა ტრავმა მიიღო საფრანგეთთან აქვე მაგას უილიამ სალიბამ რომ მიიღო ტრავმა ანუ ესეთი გამართლება ავიზი მე არ მახსოვს რომ ვინმეს ქონოდა იმაში ანუ პლეიოფში რა თან ზედიზედ ერთ მატჩი კი არა ყველა მატჩია თითქმის ყველა მატჩი რა ეს არ მახსოვს რა მე სალიბა დარტყი აცილე KDB უნდა წაართოს ბარსას ფანებმა დაალაიქეთ ვიდეო რეალის ფანებმა დაალაიქეთ გამოიწერეთ არხი და არშე ავიდეთ 20 გამომწერზე და 10 ლაიქზე ამ ვიდეოთი. აით ნურიმ გაიტანა ერთი გოლი Manchester City-ს მაშინ დაიწყო. Fodeni ჩავაგდოთ რაფინია თავით როდრი 7 იმას გაიტანა აქ როდრი მააცილა აი ამოარტყავს
ეკარე და დასრულდა თამაში. ალბათ უკვე ვინები არიან? დოკუ, დე იონგი. What the heck? დოკუ 86 აქვს სირბილი. 94 კაი. და ამ ოსიმს აქვს 94 სირბილი? ანუ ის რა არის? რაღაც გაჭიდა ალბათ. უთი ჩალა აქ კარგი სირბილი არა. ანუ ტეო ერნანდესიც კი ჯობნის იმას რა. ჯერ ახლა გრიზმანი ვიყიდოთ. ჯერ გრიზმანს ვიყიდი, იმიტომ რომ გრიზმანზე მაქვს ახლა ჰოლი და შედარებით ცოტა დღე მაქვს დარჩენილი. იმისთვის რომ გრიზმანის საყილად ყვარაც ხელია მოვიდა ეხა ბარო ყვარა უჭორეკ და მეგრულად და ვიღაპარაკოთ და გრიზმანი დავამატოთ ვის მაგირო დემბელის მაგირო არ მინდა დემბელი რა თქმა უნდა დემბელი ხელ დებილია ტიპი და იქ გავუმართლა ოქროს ურთი რომ მიცეს რა თორე ვაფშე ანუ ეხა იმსახურებდა რომ კარგი სეზონი ქონდა რა მაგრამ ჩემი არის ხვებსაც არანაკლები სეზონი ქონდა დანიამას მაგრამ იამალსაც არ იმსახურება არც იამალი მაგრამ ვიტინიას რომ მიეცათ ვიტინია იმაზე მეტად იმსახურებდა ვიდრე იამალი ხო მეორეზე გავიდა ვიტინია მესამეზე გავიდა მაგრამ ვიტინიამ რა ვიცი გიჟური სეზონი ჩაატარა რა ვიცი ძმა ყველაფერი მოიგო ვაფშე დემბელემას ყველაფერი კი მოიგო მაგრამ ვიტინია უბრალოდ აი ისეთი ფეხბურთელია რომელიც აი ეს ვინაა თო სამი ნომერი ვინაა აი ხო გრიზმანია გრიზუ აი ნუ აი რო ის ჩავანაცვლე ალბათ აი მარცხენა კი აქვს ბიჭო პენალი არ დადო აი ხანახე ამასაო გამოდი ეხეთ დაი დავიდა ამოვიდა გრიზმანი ოჰო კი გრიზმანია აი ჯარი მისი დაგვემატა კიდევ ერთი იდეალურად ანტუან გრიზმანი შეცვალოთ ფლანგი Phil Foden Billy Gamogagi pasa Billy Gabasa indora oh Damavit da video osrom ვიღებ ვიჯერე ხა ერთი გოლი მინდა რომ გრიზმანი გავიტანო და მე უკვე მივხედავ ყველას აი მე მოგვითელი არა მაგრამ კაი პირველ მატჩში რო ვითელს მიიღებ ცოტა ისეთი არა ნიტო კარგი ეხა ფეხბურთელები უფრო მოსაყომარებელი მყავს მაგრამ ჯემები მაქვს დასათრევი და ჯემები უნდა დავიწყიო რაჩილა მეტი და ხარჯვას მოვერიდო რა ცოტა ჯემების აი ხა რაღაც ფინალები ხო იქნება დივიზიონ 2-ის და არჩი და მან უკვე ანუ ძალიან ბევრ ჯემის მოგება შემეძლება 25-იანი თასი არის რაღაცა 25 ჯემს გრიზუ ძმა გრიზუმ პენალი მოიპოვა შემი რას მოველი მაგრამ ნუ გრიზუ შეასრულებს ამ 11 მეტრიან რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით და რა თქმა უნდა ანტუან გრიზმანი იდეალურად შეასრულა 11 მეტრიანი 11 მეტრიანებს მგონი გრიზუს დაუნიშნავ მაგრამ არ ვიცი ხა ის არ დააყენებს ავტო ისა იმას გრიზმანს იმაზე მაგრამ როდესაც იქნება 11 მეტრიანს თუ დაინიშნება ყოველთვის
გრიზუ შეასრულებს. ბილიგამაგანი პასაპესა. ბილიგამაშა ინდორა მურაჰო. ამოვიდა აქეთ კვარაცხელია. გრიზმანი შემოვიდა კვარაცხელია. გრიზმანი მიიღო გრიზმანმა მარჯვენათი და იდეალური გოლი. გრიზმანის დუბლი ვიჩას ასისტით. ავის კაი დებიუტი აქვს ჯერჯერობით გრიზმანს. მომეწონა. გრიზმანი, რა ვიცი, სოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი სოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და ყოველთვის გრიზმანი დარჩება ეგრე, იმიტომ რომ იგი იყო ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი ფეხბურთელი მას ვერ აჯობებს. ვერ ასწროს, მაგალითად, კილიან ემბაპე, ჩემს გრიზმანს ვერ აჯობებს. მაგრამ აქ რა ჯარიმა შეადო ანტონ გრიზმანმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა უკვე. ანტუანმა რას კარგად მისცის ფეხი, ეგრე მომეჩვენა რა, აუღებელი ბურთი იყო, რასაც ქვია რომ აუღებელი ბურთი რა. ჰეტ-ტრიკი? ნუ აქ კვარაცხელია წავა და ნუ აქ გაიტანს. ჩემ პასზე დამეჭია დარტყმის მაგივას, მაგრამ აი ბარემ რადგან შენი არა და პასი მინდა მარცხენათი მოვჭრი მეთქი ვიფიქრე. რა ცუდი პასი ჰაკიმი რა მოგკლავ. ხა მან უკვე არჩევანი აღარ ქონდა რა. მაგრამ ხა ნუ 3 გოლი გავიტანეთ. გაიტანა გრიზმანმა, მაგრამ ნუ დიდად რამე იმაში მიქნის მეთქი ხა ერთი ბურთი რამე პრობლემას მეთქი. არა, დიდად, მაგრამ რატო? არაგი. ერთი თავით გოლი ვერ გავიტანე. პოკერი. ანტუან გრიზმანის პოკერი ლევანდოვსკის შეხვედრაში ყვარას მეორე ასისტი სწორად მახსოვს წინა ერთი გააკეთა და მაგის მერე არ გაუკეთებია და 10 უნდა ქონდეს ისიც გრიზმანს შეფასება როგორც ისე. აბა რამდენი აქვს გრიზუს შეფასება? 9 და 9. აი შეფასება ქონდა. გრიზუს მოჰამედ სალაჰი ჯერჯერობით არ ასრულებს კარიერას. ანუ არც ლევანდოვსკი ასრულებს ჯერჯერობით, მაგრამ სალაჰი ძალიან მინდა. სალაჰის დამატებას ჯერვე და არ დავემატებ ჯერ სალაჰს, იმიტომ რომ ჯერ კიდე ამომიგდებს სალაჰს ძალიან ბევრჯერ. და მიუხედავად ჯერ ლევანდოვსკი მინდა უეჭველი ბარსას ლეგენდა. ეს რა გავაკეთე არც მე ვიცი. სიმართლე რო გითხრა, მოედანი მაგათ მოვაგებინე და გოლი რო მენა რა ჩემი, ესეთი ცუდი თამაში. ნუ ეს უკვე PSG. ნუ ხა გრიზმანი არის? მიტა რა. კამარამ გაიტანა იქით. რა ჩაუდგათ ეგრევე ხარი. გრიზმანი ჯერ ვატარო. მაგრამ მაგდენი არ უნდა გამერისკა. მაგრამ ეს ტრაური თუ რა ვიცი ვერ წავიკითხე ამის აღელი. შენი საუდიდა. ნუ აქ მოვიცილოთ. მoni დინამო დამემართება ეხა მეც. არა ძმა მე რას დინამო დამემართება кайფო. გრიზ
საძმა ტრანსფერია. დიალო, აი, პროსტა ისეთ კარგად როგორ ურტყავს, არა მესმის. გრიზმანი, მაგრამ ეხა ერთი ესეთი რამე უნდა გავტესტო ყველა ვარიანტში. სტატებს დავაკვირდეთ. დარტყმა კაი აქვს 82 აქვს, მაგრამ კვარაცხელში და 82 აქვს მაგასაც. პასინგი კვარაზე მეტი აქვს. და რაღაც ძალიან კარგად თამაშობს გრიზურა. როგორც ახლა ესე შევაფასებთ. რეალურად რა ვიცი, ის კარგი გოლი გაიტანა. ეხა ფლანგზე გადავწიე. ჯერ ფლანგზე მაინტერესებს ასიზავს. ამოვარტყათ, აქ გრიზმანი მოიგებს, თავით ვერტაბოს, მაგრამ ვერ მოიგო. და იმედები მაინც მქონდა რომ მოიგებდა, იმიტომ რომ არა, მესიზე დაბალი. როგორც მე ვიცი. როდრი წამოვიდა, გრიზმანი ხა აქედან წამოვა. მარცხენაზე აქ. არა! რაც ცოტა ანტუანს, რაც ცოტა. არა ძალიან კარგი გოლი გაქონდა ანტუან გრიზმანს. გრიზმანს არ ამოვაგდებ. რა ვიცი, ძალიან კარგად თამაშობს, დარტყმაც იდეალური აქვს. ავიცი, თვა იდეალურად ასრულებს ყველაფერს, სტანდარტებს. წინა თამაში ჯარიმა გაიტანა, პენალი გაიტანა. მე რატომ მივედი ბურთთან? აი ჯარიმა დაინიშნებოდა. ჰოპ. შემოვიდე ჰოპ. ალე ჰოპ. არა, ვიდრე ხელებში მივეცი. ხელებში დაიჭირა. რედ კარდი, რა თქმა უნდა, რედ კარდი. რა თქმა უნდა, დიდი სიამ. საგოლ გრიზუ. საგოლ ძალიან კარგად დააკიდებინა ტიტლი ბარათი. მოთამაშეს. თან ჩველი იყო. თუ სწორად მივხვდი. ჩველი იყო. გრიზმანზე ძალიან შეაჯარიმდებიან, ამიტომ ეს ძალიან კაია. ჩემთვის, იმიტომ ყველას წითელი ბარათები და ყვითლები თუ ექნებათ. უფრო შემეძლება ისე თამაში, როგორც მე მომესურვება. აი აქ გავუგდოთ. ოკეი. ინამადინა ისო მარსადო. გამოვიდა გრიზმანი, არა ვერ მოატყუა. მაგრამ მაინც მიუვიდა ბურთი. არა, ცუდი დარტყმა იყო. მაგრამ კარგი მცდელობა იყო სტატისტიკისთვის. აუ ბიჭო, ეხა დავაი ამასაც წითელი. არ მიცატო. აი ერთი ეხა მოდი აქ. სად არის ეს გრიზმანი? აბა ეხა ისი დავარვა. კარში დავიდა. მისი დარტყმა ჯობდა, მაგრამ კარგი. როგორც შედგა ეს დარტყმა ისე. აუ არა. აი 90 წუთია. თუ პენალები დაინიშნა გრიზმანი დააქვს. რაღაც ვიხარი არა, იმიტომ გრიზმანმა
ძალიან ბევრი რამე გააკეთა მსოფლიო ფეხბურთში, ატლეტიკოსთვისაც, საფრანგეთის ნაკრებისთვისაც 2018-ში რომ მოიგო ფინალი ეს ძალიან დიდი წონილი ამაში ანტუან გრიზმანს მიუძღო და კვარაცხელია აუ ფოდენი გამეტრავა ჩემი გაი აი რო რამე პენლებისთვის თუ ის მოგვიწია პენლები ჯერ აქოდი ვიტორმა შადო პერეირა გამოვიყვან ეს განაწილებელია პენლებსაც იდეალურად ასრულებს Frim pam pam paure frim pam paure frim pam paure paure მეჩაგარი ვარა ჩემი მაგარი ერი ვარ აუ მინა პენლები კალათქა დიდი ალბათობით მოუწევს დრის კაი პენალი არ ინახავს ეს ესე გავაკეთოთ და იდეო პენალტისტი არის მენდეში ეს კაი პენალტისტია ჰაკიმი პენალტისტია ვანდაიკი რავი ურტყავს რა არა მგონი ეხა იქამდე რომ უწიოს აუ ეხა რო აქედან გამოვარდე ჩემი მაგარი სენსაცია იქნება მაგრამ დამეცე მაგრამ მაგარი ლოდი დამეცე მაგრამ ჩემი არა დაუგეცოდნო დამეწყა ხუჭუთ ირჩება გრიზმანი ბაილამ როკი წავიდა როდრი მიდი როდრი დი ბალონ დორმა გაიტანა 24 წლის ბალონ დორის გამარჯვებულმა და რა დროს გაიტანა როდრი როდრი ოდიაშიც მაგრამ მიყვარს მაგრამ რა გავაკეთო მაგრამ ჯერ ლევანდოვსკი მინდა იმიტომ დიაში ჯერ არ ამთავრებს კარიერას ეხა ესე გავაკეთოთ გრიზმანი სად არის გრიზმანი აგე გრიზმანი მე იამალის ყავს ადი გრიზმანი ვათამაშოთ ვის მაგივრად მე კაირად და ესო ვათამაშოთ ოსიმენსავი არა ბევრი ვათამაშოთ რომ არა აი ეგრე იყოს რა მაგრამ ჯერ ნომერი უნდა დავუყენო ერთი ამ გრიზმანს რა და ერთი გრიზმანი 7 ნომერი არა ეხლა ეს 7 იქნება არ არის 7 ნომერი ხა და ჯარიმა ვნახოთ აბა ეს გრიზმანი და გრიზმანი აღარ მიყენია ზამინაზე იყოს შემი აი აბა არის 7 ნომერი გრიზა აჰა გრიზმანი არის ვაგინეთ მაგრა ურიკინებს ჯარიმას ой ჯარიმები კაი აქვს რა იდეალურად არტყავს რაღაც ჯარიმებს რა აი ამ წერტილიდან გავიტანე მე ისია ჯარიმა პირველი ჯარიმა რა გავიტანე არა კაია რა წავიდა სასულთან თამაში და ნუ როს დაგვირდით 1 საათიან იმას ვაპირებდი ეპიზოდს და შეიძლება 1 საათიანი ეპიზოდიც გამოვიდეს. უკვე 40 წუთიანი უკვე არის და 1 საათიანი ეპიზოდი უეჭველი იქნება. ეხა ძმა აი ვინ დაარტყას? გრიზმანმა? ისევ, კაი მოდი გრიზმანმა დაარტყას. აი ისევ იგივე კუთხე იყოს და აი იღო მეკარემ.
კაი. აუ, ჩემი იგივე კუთხეში ატო დავარტყი. კაი, იოს. აუ, დამიჯდა ტელეფონი. ჩემი კაი რა. აუ, არა და რა კარგი პენალი. აი, იქით რატო დავურტყი? ტიპს, არა, კაი იყოს ეგრე. კიდე ერთი პენალი თუ იქნება იმას მე სხვა კუთხეში. იმას უეჭველი გრიზმა დავარყოვინი, ვისე ვიგრიზმა უნდა დავარყოს. აი, ჩემი კაი. ეს ეპიზოდი უეჭველი საათი ან მინიმუმ გამოვა 40 წუთიანი. საათიანი ან 40 წუთიანი. ეს ეპიზოდი, მაგრამ ამის შემდეგ ერთ თამაშას თუ ვითამაშებთ, ალბათ 1 საათამდე დამგვალდება ამის დრო და ნახოთ. აი, შეიგდე მესი თავით რას მოველოდი 1. აუ, ჩემი კაი რა. მართლა შტერი ეხა ცოტა ისე არ ნერვიულდი რა. იმიტომ რა არის ძმა ეხა პენალი გამაზე ჩემი კაი. აბა რა, რაფინია. აბა რა, ბარსელონას ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი რაფინია თუ არა აბავი. კვარცხელი არ ყავს. იმიტომ დაღლილია და იმაშია, ზამენაზე არ ყავს. აი ზამენაზე რო ყავდა უეჭველი თამაში. ძალიან დაღლილია და მეშინია რომ გაიტრამოს. ჩემი კაი რა იყო ხა პენალი გამაზეჩი. აუ ჩემი კაი. იქით რატო დავურტყი ტიპს? რა ეხა თუ კიდევ ერთი ის მოვა, აქვე პენალი თუ იქნება. უეჭველი გრიზმანი და არ ყავს მაგას ისევ. დავა ჩადით ეხა თქვენ. ანდა მოიცადე. აი ესე გავაკეთოთ. აუ შენი. აგეთ მესი. ანგარა მესი. იმენც მესი. ой მაგარი ნერვები მეშლება. როდრი. მესი! დიალურად. ესა მესის კლასიკა. აბარა, რატო გამიშეშდა მე ვერ გავიგე. რა ეგონა რომ თავზე ბურთს არ გადავუგდებდი და რა ეგონა დავურტყავდი, მაგრამ მესი არ ვიცი რა მრავალფეროვანია და არ იცი რაც გაიკეთებს ეგეთ მომენტში. გრიზმანი მიიღე ხა და კარჩე ხა იმატო. აუ შენი შეგდე ეგრე დავაი, აბა რა, ანტუან გრიზმანი, აბა რა ბიჭო, აბა რა, პენალი ვერ გაიტანა, მაგრამ გაიტანა იდეალური გოლი. ავიდა, დავაი, გააკეთეთ მაშინ ცვლილებები, რას გიშველის მაინც. ძალიან მაინტერესებს. ჩაუპატკატ. ოი. შენი. დივან დაიკ. კაი, დავიკიდოთ. აი წავიდა მესი მიდი. მესი! წავიდა საღოლ მესი. მაგრამ აქ არა საღოლ მესი. მაგრამ აქ არა. საღოლ, აქ არა. არა შენი. არა და რა ცოტა დააკლდა. არა რა ცოტა. ეს მარცხენა ფეხი ხო აქ რა ამბას გასასწორებელი რა. ლაგვი აქ ფეხი. აი არნოლდი.
წავიდა ვარდანაში დიალურად მე ხაიქ ვარყავდი იმიტომ რომ გამოსული იყო სადამ 11 გამაზეთ ვინები ამოაგდო მარკ გეჰი და კენან ჰილდიზი მაგრამ ნუ ესენი არ ჭირდება მე ჯერჯერობით რეირ აკარი ჭვარა ესენი და ამას 3 საათი მაქვს ამაზე 2 დღე მაქვს და ესე ვალვერდე აია 3 საათში შეიძლება ძალიან ბევრი რამე გავაკეთოთ 45 წუთიანი არის უკვე ეს ვიდეო და რა შეგვიძლია ახლა ჩვენ რო გავაკეთოთ ამ ვიდეოს დავდებ საღამოს 7:05-ისთვის და მეორე ვიდეოს ჩავწერ ზუსტად დღესვე ჩავწერ მეორე ვიდეოს ანუ ამ ინტერვალში უცებ ყველაფერს გადავიღებ ამ მაჩის მე ამ ვიდეოს დავამთავრებ და შემდეგ ვიდეოს გადავიღებ ეგრევე ვალვერდის თვიყიდი და უკვე შემდეგი გაჩერება იქნება უკვე ლევანდოვსკი რობერტ ლევანდოვსკი იმიტომ რომ ფედე ვალვერდი არის ისეთი ფეხბურთელი რომლის გამაზვაც არ შეიძლება მყავდა გუნში მაგრამ გამეშვა ძალიან ცუდი დღე მქონდა მაგ დღეს გამეშვა ფედე ვალვერდი და ფედე ვალვერდისთან და მატებით ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამეშვა და ამიტომ აღარ მყავს იმ ფეხბურთელების ნაწილი რომლებიც დიალურად თამაშობენ და იდეალური ლეველები აქვთ აი მიდი ხა მაინც მიიღე აი ნუ ამჯერად კარში დავარტყით ეს პლუსია აი ნუ აქ ხა განაახლებს ტრენდი ოი და მესი თავით საღოლმე სიმაღლეში გაიზარდე what the heck კეტრაფინია აუ ჩემი როდრი მიღიში ორი ოპა წავიდა ლიონელ ანდრეს მესი თავით წავიდა აუ შენი წადი რაც ხრიანში გრიზმანი მიიღო გრიზმანმა გრიზუ საღოლ გრიზუ აი არა უეჭველი გოლები გვინდა უეჭველი გოლები და კიდე კაი ეხა აქ არ უნდა გამოვარდეთ გამოვარდა არ შეიძლება არც ეს ვარიანტში ჯემები რო გვექნება უკვე დივიზიონ რაივალები დივიზიონებში სხვა კარგ დივიზიონებში ავალთ ფუშინი როდრი კაი რა ბლაგვი გაკ მართლა მაგფეხში წოდი აი დავა გრიზმანი აუ ამას ბლაგვი აქ რა კაი ხცულები მაგრამ ეზარება ამიტომ აი ისევ ამით გავაგზელებ ისევ ამ გუნი და რაღაც ამ გუნის იმედი მაქვს რატომ მიდვიდი რა ერთი იმასთან აი ვსო აქ უკვე მესი ამას ჩაათვის არნოლდი აი საჩავაწოდე ხა მის მაგარი ვარ რა საჩავ ჯარიმა გამეტრავა იმერა ყველა გამეტრავა ყველა რა
ფუში კროსი შემოვიდეს ახლა ჯარიმებს ახლა კროსი და ყველა მე გამეჭრამა რა ყველა რაღაცათან უნდა რა ყველას პატკატი და ვარდანები ძლივს გული ძმა ბილინგი საული რია ბაძამა ყველა გამეჭრავა რა ვიცი ძმა არნოლდს მოუჩატრავა ხო ეხა გრიზმანის ტრავმა დაიწყო უეჭველი ხა გრიზმანს როგორც კი ტრავმა მოურჩება უეჭველი ვინმე გამეჭრავება ყველა ვარიანტი რო ვიცი ეგეთი ამბავია რა მართლა ამ ყველა ფეხბურთს ბლაგვი აქვს რა ფეხებში არა ეხა უჭველი ვალვერდი უნდა დავითირო რა წესიერი დამცველი წესიერი ნახევარმცველი რა თავით გაუშვი წესივრად ყარში რა არის რა აროჩე 51 წუთიანი და სოი ხა არდავას აქედან დავაი კროს წესიერი დავაი ძლივს მაიხა ვიღაც წესიერს მაინც შეადვის აბა რა ძმა აი ესა ჩაწოდება რა კროსი ხარ ვაყავდეს აქ რა მეშველებოდა არ ვიცი წესიურად ვერ რაწოდებენ ესენი ელემენტარულად ბარკოლას ვაფშე არ ვიყიდი ამ იმაში და აროჩე ხა ოპა ამას აქ რომ მივალთ 300 ძალიან გამოგვადგება რა უეჭველი უნდა მივიდეთ იქამდე აქ 400-ია მე ლეგენდარს ყოუტი ლეგენდარ ხო ნუ და ანუ აქა 3 ლეველი ნახო და ანუ კარში და აქა ანუ აქთან რომელი უნდა დავაგდო უეჭველი კანავა რომ მინდა რა უეჭველზე უეჭველი რა კაცო მეგობრებო ეხა უკვე დავასრულოთ აქ ეს ვიდეო დაიდება 31-ში 5 საათზე და უკვე საღამოს 10-ისთვის დაიდება ახალი ვიდეო სადაც ვალვერდის ვიყიდით